რამდენიმე წუთში ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით ბაკურიანთან ერთად თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი 8 სპორტსმენი ესპარეზებს. გახსნის საზეიმო ცერემონიას პირდაპირ ეთერში პირველი არხის სპორტის შემოგთავაზებთ. ლევან ღუდუშაური აშუქებს ოლიმპიურ ფესტივალს და პირდაპირ ეთერში საუბარს ახლა ჩემი კოლეგა განაგრძობს. ლევან გისმენთ. მოგესალმებით, რამდენიმე წუთი დარჩა სულ იქამდე სანამ ოფიციალურად გაიხსნება ბაკურიანი 2025-ის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო გახდება მერვე ქვეყანა მხოლოდ ევროპაში, რომელიც ორივე ზაფხულის და ზაფხულის ოლიმპიადების მასპინძლობის უფლებას მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველო, კონკრეტულად კი თბილისმა მაშინ უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალს, იმ ღონისძიებამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და დღეს როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ უკვე გადაწყდა, რომ საქართველო უკვე ზამთრის სპორტშიც მიიღებდა უფლებას იმის, რომ ემასპინძლა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის, რაც ძალიან დიდი პრესტიჟია. დაახლოებით 2000-მდე აკრედიტებული პირი არის ამ ღონისძიებაზე დაშვებული, მათ შორის 800 სპორტსმენია, რაც ძალიან დიდი შედეგია. დაახლოებით 45-მა ევროპულმა ქვეყანამ გამოგზავნა თავისი სპორტსმენები საქართველოში. ბაკურიანის გარდა თბილისში და ბათუმშიც გაიმართება გარკვეული ღონისძიებები. რა თქმა უნდა, ზამთრის სპორტის უნიკალური ინფრასტრუქტურა შეემართა საქართველოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებიც უკვე ხვალიდან ჩაერთვებიან შეჯიბრში. ისინი მომზადების დონით კმაყოფილები არიან და იმედი ვიქონიოთ, რომ შედეგსაც მიაღწევენ. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ და შეგვიძლია ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ჩვენთვის მთავარია, რომ კარგად გავიაროთ და ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვამჟავნოთ და დანარჩენს უკვე ვიხილავთ. ხვალ იწყება პირველი შეჯიბრი გიგანტურ სლალომში, 13-ში უკვე მეორე შეჯიბრი გვაქვს და 16-ში იქნება გუნდური პარალელური სლალომი. გავიარეთ დაახლოებით 2 წლიანი წინამოსამზადებელი პერიოდი, საკმაოდ კარგად ჩაიარა მოსამზადებელ პერიოდმა. რა თქმა უნდა, დადებითად ვართ განწყობილი, მაგრამ სპორტია, ვიცით რა იქნება, როგორ იქნება, რაც მთავარია დადებითად ვართ განწყობილები და შემართებით. ბაკურიანი 2025-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის უკვე თითქმის ყველაფერი მზად არის. აქ იკრიბებიან გახსნის ღონისძიებაზე დაპატიჟებული პირები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები, ძველი ოლიმპიადები, ყველა თაობის წარმომადგენლები, რომელსაც ქართველი სპორტის გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. საინტერესო იქნება, როგორ ჩაივლის გახსნის ღონისძიება, რაც შეეხება სპორტულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაკურიანშიც აშენდა ბიატლონის ახალი ტრასა, ძალიან დიდი ხნის წინ, რა თქმა უნდა, ფუნქციონირებდა აქ მაღალი დონის ბიატლონის ბაზა, მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში მხოლოდ ახლა მოხერხდა ის, რომ მათ შორის ამ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებში ირიცხება ერთი წარმომადგენელი ბიატლონისტთა შორის, რაც პირადად ჩემში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. მოკლედ, ხვალიდან უკვე ოფიციალურად ქართველი სპორტსმენების ჩაერთვებიან საქმეში, მათ შორის მოთხილამურეები სლალომში და გიგანტურ სლალომში. ჩვენ რა თქმა უნდა ადგილზე ვიქნებით და ყველა გამოშვებაში პრაქტიკულად შემოგთავაზებთ სიახლეებს და მათ შორის რა თქმა უნდა ქართველი სპორტსმენების გამოსვლების შესახებაც. მადლობა ლევან ღუდუშაური საუბრობდა ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში.